მომისმინე ხა. ესე იგი ჩვენ ცოტა დრო გრჩება. რომელი საათია? რაც შეიძლება სწრაფად შევავსოთ ახლა ეს ბილეთი და გაიქეცი ტოტალიზატორში. ოღონდ იქ ნუ წახვალ ახლა გადასაკარგავში რო იყავი, აქვე რო არის, რა გასწავლე იქ. კარგი. გუშინ მოვიგე მე. რაზე გედო? რაზე და ინგლისის შვედეთზე მედო ინგლისის დაწყება. ინგლისმა დაიწყო და რაღა მაინდა-მაინც ინგლისის დაწყებაზე დადე. ლოგიკურია. ინგლისმა ხო დაიწყო ფეხბურთის თამაში და რაღა იმასთან ვერ დაიწყებდა. კარგი. მომისმინე, მაშინ ხვალაც ეგენი დაიწყებენ, ამაზეც უნდა დავდო. კარგი, კიდე დაწერე, წერ კაცო, გერმანია, დანია ერთიანი, ჰოლანდია, პორტუგალია ერთიანი. ეგ ძალიან ლოგიკურია და ცოტას მოვიგებთ. არ გვინდა. აჰა, ცოტას მოვიგებთ. კაი, არალოგიკური თუ გინდა, დაწერე გერმანია, გორის დილა ორიანი, დაწერე. დაწერე. და პორტუგალია თიადანელია მეტი კუთხური. კარგი. და შენ რას ფიქრობდი კიდე? შენ რაღაცას ფიქრობდი, რას ფიქრობდი? ჟერარდი გაიტანსო. ხო, ჟერარდი გაიტანსო, ეგეთ ჩაწერე. ხო, მაგრამ მეშინია. ვისი გეშინია? გვარის. ვისი გვარის გეშინია? აი, ჟერარდი. რატო? თვითონ გვარი გეუბნება, ჟერარდი, ანუ ჯერ არაო, ჯერ არ გავიტანო. გვარი გეუბნება. თვითონ ჯერ არაო. კაი, ჭკვიანურია. აბა ჯერ მე თუ არა ვინო? მაგალითად აგერი. აგერ ვარ. ანუ მე გავიტანო. კარგი, აგერ ვარო. კარგი. ნახა შენ ათილარი და დადე. მოასწარი მედი დროზე. აი. ფული თუ დამრჩა ნაყენს ვიყიდე. იყიდე. ათილარი დადე, მეთქი ათილარი გავატანე და ფული თუ დამრჩა ნაყენს ვიყიდე. ვერ არის ეს ბიჭი. Las Vegas-ში გათენდა ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაცემაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში ფიქრობ ეგ თუ არა შეგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ანგილსი გავეყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ალბათონებო და ბატონებო ოთარ დადიშვილი რამდენიმე საათის წინ ოზურგეთში დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა აქცია. სხვათა შორის ძალიან მომზადებული იყვნენ ქართული ოცნების წევრები, მოემზადნენ ამ აქციისთვის. თუ ქუთაისში მათი ტექსტი იყო აი ასეთი, მომისმინეთ როგორი ტექსტი იყო ქუთაისში, ესე იგი მიხეილ სააკაშვილს უფლება არ აქვს მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში, ამიტომ ეს უზურპატორი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. რადიკალურად განსხვავებული იყო ტექსტი ოზურგეთში, გურიაში. აი როგორი იყო ტექსტი გურიაში. მიხეილ სააკაშვილს უფლება არ აქვს მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში, ამიტომ ეს უზურპატორი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. აი ესეთი რადიკალურად განსხვავებული. სხვათა შორის მე მინდა გავაფრთხილო ქართული ოცნების ლიდერები, თქვენ სერიოზული კონკურენტი გყავთ ხალხო და მე ეს კაცი ვნახე ქუთაისის აქციაზე და დააკვირდით ამ კაცს. აი ვნახოთ ერთად. მოდი ხარ ხვალ? რას ქვია, მე ვარ მაგარი თავარი. აუჩინებია, რაზეა? აუკეთესად მოსადავა. კარგი, განვაგრძოთ. საქართველოში ჩატარდა ნატოს კვირეული. ძალიან გამეხარდა, ბედნიერი ვიყავ. მე რა მეგონა, იცით ნატოს კვირეული, ერთი კვირით მაინც მიგვიღებენ ნატოში. ვიფიქრე, ვიქნები ნატოში ერთი კვირა დაცული, წავალ ამერიკაში, მოვივლი ევროპას, მეთქვა თურმე ნურას უკაცრავად. თურმე რას ნიშნავს ნატოს კვირეული? აი, მაგალითად, ჩემი ცოლი ერთი კვირა არ მიშვებს სახლში.
და მეუბნება რომ არაო ჩვენო ვაღიარებთო შენ შეტანილ წვლილს ბავშვების აღზრდაში მაგრამ სახლში შემოსაშვებად შენ ჯერ მზად არ ხარ ახლობით ასეთია ნატოს პირობი კარგი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გასულ კვირაში რაც მოხდა ისნის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 3000 წლის წინანდელი ნივთები ესე იგი აქ იყო დოქები სასმისები იყო პატარა ქვევრები ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ 3000 წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისშიც დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე ლოთები ცხოვრობდნენ. დიახ. შემდეგ ქართული ეკონომიკის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ძვირფასო მეგობრებო იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე აჭარაში შეკერილი ფორმები აცვია. აი მაგალითად ბუფონს აცვია ნაღდი გულიკო დიასამიძეები პირლოს ნაღდი ნათელა ცეცხლაძეები მარკიზიოს ნაღდი ნუნუ გოგიტიძეები ეს რო სააკაშვილმა გაიგო იტალიის ნაკრებსო აჭარაში შეკერილი ფორმები აცვიაო ევროპის ჩემპიონატზე ძლივს დააკავეს ხალხო გარბოდა ხორვატია იტალიის თამაში მე უნდა გავხსნაო ისე მართლა ისეთი ფორმაა კარგად შეკერილი ფორმა იმიტომ რომ მე ვნახე ეს თამაში როდესაც ჩამოქაჩა სერხიო ბუსკეტსმა კასანოს ამას ჩინური პუმა ვერ გაუძლებდა ამას მარტო აჭარაში შეკერილი ფორმას უგაუძლებდა მე კითხეს ჟურნალისტებმა ბატონ თემურ ქეძბაიას თქვენო ხო არ აპირებთო აი მაგალითად იტალიასო ევროპის ჩემპიონატზე აცვიაო აჭარაში შეკერილი ფორმებიო და თქვენ ხო არ აპირებთო რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიაში რომელიც გაიმართებაო რომ საქართველოს ნაკრებმა ჩაიცვასო აჭარაში შეკერილი ფორმებიო რაზეც თემურ ქეძბაია მოპასუხა გეუნები რა ესე იგი ჩვენი ოღონდ გავიდეთ გაიგე ჩვენი ოღონდ გავიდეთ გაიგე და კაროჩა სულ შიშვლები ვარ ტანზე მოსუ შიშვლები ვითამაშე ჩემი ჰოლანდია უკანასკნელ დღეშია ხალხო სულ ზღაფავს აი ასე ამას ჩუმად რატო ამბობიცი მეშინიან ნანუკა ჟორჟორიან არ გაიგოს და არ შემომივარდეს თავის უზრდელური წარწერებით ესე იგი ახალი გადაცემა გადის იმედზე ქრონიკა პლუსი მე არ ვიცი ეს როგორი გადაცემა იქნება მაგრამ ქრონიკასთან შედარებით 1 პლუსი უკვე აქვს მეგობრებო გაეროს ეგიდით დღეს არის გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ნატოს წევრ ქვეყნებს მიმართა დასავლეთ საჰარის პრეზიდენტმა. ახლა დაგმომბავთ და ნუ ამოგწყვეტავთ ყველას. ასევე დღეს არის ძირფასო მეგობრებო სომხეთის ავიაციის დღე. ისე უნიკალური ქვეყანაა ეს სომხეთი. ავიაცია რეალურად მათ ყავთ 1993 წლიდან, ხოლო ეს დღე ავიაციის დღე აღინიშნება 1833 წლიდან. დიდი მადლობა. დაუბრუნდეთ ფეხბურთს. 1 საათში დაიწყება გერმანია-დანიის თამაში, რომელიც ძალიან ბევრ ამბეს გადაწყვეტს, მათ შორის ჩემი ჰოლანდიისთვისაც. ხო, მე მივავლინე ჩვენი ბიჭი, შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც აეხლა ჩაგვერთვება გერმანიის ფან-კლუბიდან. გუჯა გესმის ჩემი გუჯა? გამარჯობა ოთარ. გუჯა, მომისმინე, ძალიან ბევრი ფან-კლუბია საქართველოში და თბილისში. მე მაინტერესებს შენ კონკრეტულად რომელი ფან-კლუბიდან გვერთვები? მე ახლა ვიყოფები გერმანიის მარნეულის ფან-კლუბში ოთარ. რანაირი ფან-კლუბია, ვერ გავიგე. ერთი გერმანიის დროშა მაინც გამოეფინეთ. დროშა ვერ იშოვეს ოთარ, მაგრამ სამაგიეროდ ოთახი მოვაწყვეს აი დროშის მაგვარად. სამზოლად დააწყეს ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ პომიდორი, შემდეგ ახალი კარტოფილი და კარგი სანახავია რა. რადგან მშვენიერი ბოსტნეულის გერმანიის დროშა გამოვიდა. გეთახმები. კარგი, დღევანდელ თამაშზე რას ამბობენ ადგილობრივები? დღევანდელ თამაშზე ამბობენ რომ უზუმთურ ბრუდ უდუს. ბრუდ გუდუს. კაი, გამაგებინე საერთოდ რატო ჩახვედი მანდ? ოთარ აქ რო ჩამოვედი გავარკვე რომ თურმე გერმანიის ნაკრებში ერთი აქაური მარნეულელი ბიჭი თამაშობს. ვინ კაცო? ვინ და მესუტ იოზილი. ოზილი. არა ოთარ, იოზილი. კარგი, იოზილი. კი ბატონო, გულშემატკივრობა როგორ იციან ადგილობრივებმა? ძალიან მაგარი ოთარ ერთი ადგილობრივი ქალბატონი გიულნარა მელაპარაკებოდა რომ წელს რაც კი მწვანელი გავყიდე მთელი ფული გერმანიის მოგებაზე დავდეოთ. საინტერესო, კიდე რაო ქალბატონმა გულნარამ? გულნარა არა ოთარ, გიულნარა. კარგი ხო, გიულნარა, გავიგე, გიულნარა. და სხვათა შორის არც შენ არ ქვია ოთარი, შენ ქვია იოთარ.
კარგი, მაშინ შენ ხარ კიუჯა. კი იოთარ. გასაგებია კიუჯა. სხვათა შორის აქ ადგილობრივს ვკითხე რა აზრის ხართ მეთქი ახლა 2020-ში შეიძლება საქართველოს აზერბაიჯანში ჩატარდეს მეთქი ეს ევროპის ჩემპიონატი და 15%-მა თქვა რომ კარგიაო ჩატარდებაო დარწმუნებული ვარ და 20-მა თქვა რომ არ ჩატარდებაო ხოლო დანარჩენმა 65%-მა თქვა რომ посмотрим как платиნის кажет так и будет. კარგი, წარმატებებს გისურვებ შენ და მარნეულელებს. რამე სხვა დაამატებდი? არა ოთარ წავედი აბა გაკოცე. აბა მითხარი ეგ მაგენაზე. რა პრობლემა? ოთარ ფურუდუშ. აი, სანდასაღოლ გუჯა. დიდი მადლობა. ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი ძვირფასო მეგობრებო. მარნეულიდან ჩვენ კი განვაგრძოთ ღამის შოუ. გადაცემის შემდეგი რუბრიკაა გახლავთ ნიკა და 3G. ამ გადაცემაში სტუმრად მოვიწვი არაჩვეულებრივი ხალხი, რომელიც ყველას უყვარს, არაჩვეულებრივი გადაცემიდან, რომ გადახვალ გააჩერე, უყურებთ ალბათ ანეკდოტებს. ნიკა კაცარიძე, მაიკო ხორნაული, სალომე კოკუაშვილი და ნატა ბერეჟიანი. ხო? ეს ის აპლოდისმენტებია, რომელიც შენ დაიმსახურე ნიკა, შენი შრომით, შენი ტანჯვით და შენი ასე ვთქვა. ერთად. და ტალანტით. ესე ნიჭიერი ბიჭია, ხო? ძალიან. ხო, რას. ისე მე მიყვირს, აი არამსახიობები რო ხდებიან ხოლმე შოუში ყოველთვის, საიდან ხდებიან და როგორ მოხდი გენაცვალე? ვინმე ყავთ, ვინც რეკავს ხოლმე, ჩემ როგორც ჩემზე დარეკეს? არა, იცი, კასტინგები ცხადდება ხოლმე. აჰა. ვიგებთ და მოვდივართ. აღა როგორ მოხდა შეხედე? აჰა, ასეთი ჩაცული იყავით კასტინგზეც? დიახ. კარგი. ესე იგი, მოდი ასე დავიწყოთ. რაც ეს თქვენი გადაცემა გავიდა ეთერში, ეს თქვენი ანეკდოტები. ხალხი ერთმანეთს სუფრასთან კი აღარ უყვება ანეკდოტს. ესე ტელეფონს ამოიღებს ხოლმე და ანახებს. ნახე, ეს რა მაგარია. ეს ნახე, ვაიმე ძალიან მაგარია. აი ესე, ისე თქვენი საყვარელი ანეკდოტი რა არის? აი ნახე უცებ როგორ მოგიჭერით. აუ, რაზეც გაგვეცინება უკვე ის არის. მე ვიპოვე სულ პირველი ანეკდოტი, იცი? რომელი? აი, საიდანაც მოდის ანეკდოტები ზოგადად. შენ ხო იცი მე როგორ მიყვარს მეცნიერება და ძიება და კი, როგორ. ესე იგი, აი ესეთი ანეკდოტი ვიპოვე. ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ეს იგივეა რაც ძველი წელთაღრიცხვანი. მე-5 საუკუნის ბერძნული ანეკდოტია. ესე იგი, მიდის დალაქი, ალბათ მაშინ დალაქი იყო, ხო? ეს სტილისტი არ იქნებოდა ძველ საბერძნეთში. თან ლირნესოსში ხდება ეს ყველაფერი. მიდის ლირნესოსის მეფესთან დალაქი და ეუბნება: "ო, დიდო მეფეო, ო, ბრძანებელო ლირნესოსის ამ დინარეთა და ტბათა და მთათა, ოხ, ჩემო თხემწიფეო, ოხ, ჩემო მარჩენალო, როგორ შეგჭრათ თმაო, როგორო?" და ხელმწიფე რას პასუხობს, იცი? "ჩუმადო." ეგ ანეკდოტი შეგვიძლია გავითამაშოთ, მაგრამ სასაცილო არ იქნება. თუმცა არის ახლა ესეთი ტელევიზიები ჩვენთან, რომ ეს ანეკდოტი გავითამაშოთ. სულ რამდენი ანეკდოტი გაქვთ გადაღებული? აი მე მაიკო ხორნაულს მინდა ვკითხო. თითქმის ყველა. ოჰო. რა პასუხია? აი ყველა. რაც კი არსებობს ყველაფერი. რაც კი არსებობს ყველა. მომავალ წელს რას აპირებთ? იხურებით ხალხო? მომავალ წელს არ ვიცი, აი ნახო. აი რას აპირებთ? ძალიან მაინტერესებს. მომავალ წელს გადავიღებთ მოვიგონე. დარჩენ ყველას. კარგი. აი ესეთი ანეკდოტი როა. აი იმაზე, კაი აღარ გავიცინებ მე მაინც, იმიტომ რომ ბოლოს მაინც ესეთი გამოვდივარ, რა ქვია, იუმორის გნობის უქონლობას დამაბრალებთ. კარგი. მიხო რო ეკითხება მეზობლის ქალს. ხო. ისაო, მიხო როგორ არის, რაზე ოცნებობო? ხო და იმაზე რაზეც შენო. ხო. კარგი, ამ სიცხეშიო მაგის თავი გაქო. აი შეგიძლიათ ახლა მომისმინე ხო ხალხ მსახიობები? კი. აი ხა ეს ტრაგიკულად რო გაითამაშოთ, შეგიძლიათ? ანუ მეზობლის ქალი იქნება ხორნაული.
შენ იქნები მიხო, შენ იქნები სიცხე. მიხო თავისად მე მეზობლის ქალი რას ამბობს? ეზოში, ლამაზი ხე ეზოში. და ტრაგიკულად გავითამაშო. აი, ვითომ ტრაგედია, მომისმინე როგორ არის? როგორ არის? იცი, შენ უნდა კითხო. შენ უნდა კითხო, ანუ მეზობლის ქალი ეკითხება. რაზე ოცნებობ მიხო? ეს გეტყვის იმაზე, რაზეც შენო. და ამ დროს შენ ამბობ, კარგი ამ სიცხეში მაგის თავი გაქო? გასაგებია, ხო? გასაგებია. ამ დროს შენ ხარ სიცხე და უნდა დაცხეთ ამათ, შენ ხარ ხე ეზოში. დავიწყოთ. კი ბატონო. მიდი. ჯერ სახის როგორი მიხო. მიხო ზის. მიდით. მარო ძის. მარო ეკითხება, ხო? დაიწყე. მარო არა, მეზობლის ქალი. მეზობლის ქალი. ხო. მიხო. რაზე ოცნებობ? მიხო. სიცხე, გოგო, სიცხე. რაზე ოცნებობ და რაზეც შენ მარო. მე ბიჭო ამ სიცხეში ხო ამ სიცხეში. ხე, ნიავი იყო და ნიავს უბერავდა სხვათა შორის ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. იმდენი ანეკდოტი გადავიღეთ. ყველა სიტყვაზე ანეკდოტი მახსენდება. თუ გინდა შემომოწმე. მოიცა, მე სიტყვა ვთქვა და შენ ანეკდოტს სიტყვი? კი ბატონო. კაი, რაღაც შორს მივიდივართ, აქვე იყო კახელი. აუ, კახელი ადვილია. აბა, კახელი. კახეთს შაიკრიბედისა რა, კახელები, კაცები ძირითადად და თავარი ეკითხება უფროსი ვინც. ბიჭო, აქაო ჩვენო კაცო ვიღაცა ყავს გამცემიო, აიგეო. რათა საიდან დაასკვენიო რომ გამცემი ყავსო და ჯო აბა ეხა მიხოს და ვირის ამბავს, ვირი არ მოყვებოდაო და აბა როგორ კარგი. შემდეგი სიტყვა, კამასუტრა. აუ, კამასუტრაზე რამდენი ანეკდოტი გვაქვს, მაგრამ გარკვეული მიზეზები გამიხავ, ვერ გადავიღე. რატომ იმართე კამასუტრას მართა? სალომეს მიმართა. სალომე, რამდენი გვაქვს კამასუტრაზე თქვი ანეკდოტი? ვერ გადავიღეთ რაღაც მიზეზების გამო, შემდეგ სეზონში გადავიღებთ, არა სალომე. ამ სიცხეში გაზო? არა, შემდეგ სეზონში შემოდგომა იქნება. კამასუტრაზე. მოდი კიდე მიხო იყოს. მიხო ურეკავს. ვინც გინდა ის იყოს? მიხო ურეკავს თავის შვილს და ეკითხება, რომ მიტო, შვილო, შენო, ჩემი კამასუტრას წიგნი ხო არ აგიღიაო გუშინო? კიო მამი ავიღეო. შიგნითო რამე ხო არ ჩაგიხატიაო? კიო ჩავხატეო. ხო და ეხა თუ ჩახატე, მოდი და მე და დედა შენი როგორ გამოგწიწკნე ერთმანეთს. როგორ გამოგწიწკნე. კარგი. ნიკა, მეც გამახსენდა ერთი ანეკდოტი. მეც გამახსენდაზე გამახსენდა ერთი ანეკდოტი. ესეა სუ ესეა, კაი, ჯერა. ეს ჯერა. კარგი. მომისმინეთ, მე როგორც ვიცი, განსაკუთრებით მაღალი რეიტინგი გაქვთ თქვენ რეგიონებში. ხო არიცით ეს რისი დამსახურებაა? ოთარ აუ ვერ ვიტყოდი რა. ახლა მე მინდა კიდევ ერთხელ, აი, ხალხო, ძალიან ბევრი რამე დაკარგეთ. ყველა ვისაც არ გინახავთ, მაიკო ხორნაული, როგორც ეკავს, ერთ-ერთ არაჩვეულებრივ პიესაში, რა ქვია, 8 სიყვარულე ქალი ქვია, ხო, პიესას? ოთარ ვერ ვიცი რატო ვერ იცი? ვერ იცეკვე. ინდურს ვერ იცეკვე? ვაი მე არა ჰა? ინდური. იცეკვე, ინდური, ლათინურ ამერიკული? ლათინურ ამერიკული ვაცეკვოთ? უნდა თუ ტანგო ვაცეკვოთ, თუ რა ვაცეკვოთ? რომელი მოცეკვა ლათინურ ამერიკული, აი როგორც სცენაზე რო იცეკვე მაშინ ეს რაღაც ნელ-ნელა თან რო იხდიდი, ჰა? ვერ შეგვიდებით რომ რამეს გავიხდი ლათინურ ამერიკული. რამე ისეთი აი ზაჟი გაწევი. რამე ისეთი რა. მედი და მაიკო ხორნაული ვაცეკვოთ და მე სურპრიზი მაქვს თქვენთვის მომზადებული კიდევ ერთი. შევუბერეთ თქვენ და ჩვენ მივხედავთ.
კარგი იყო, ძალიან კარგი იყო. ხალხო ეს პირველად ნახე, მე მართლა ვპირობდი, ცრემლები მომდიოდა. ეხლა ეს რა ქვია, სიურპრიზი. ანუ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვნახოთ, ყველასთვის არის სიურპრიზი, ყველამ ერთად ვნახოთ ის რაც ეთერში ვერ ხვდება ხოლმე, რასაც თქვენ იღებთ და რაც ეთერში ვერ ხვდება. აი ესეთი პატარა კოლაჟი გავაკეთეთ ჩვენმა გადაცემამ და თქვენმა რეჟისორმა გიორგი კაპანაძემ ერთად და მოდი ვნახოთ ხალხო, რას მაიმუნობს ეს ხალხი ეთერს მიღმა. აბა გთხოვთ. ასაყარელი ბავშვი. მოგვაწოდეს ეს მასალა, ყველაფერს ხო ვერ გაუშვებთ ეთერში, ხო? იქ ერთი სცენა იყო, კიდე კაი, ის არ გადაუღია. ხო და აი მაგას ვერ გაუშვებთ ეთერში, ხო? გადაღებულია, მაგრამ ეთერში ვერ გაუშვებთ. ახლა მე მინდა ჩვენ მოვიწვიოთ თქვენი რეჟისორი გიორგი კაპანაძე. დავანახოთ ხალხს ვინ არის. აბა ყველამ ერთად ამყევით ბავშვებო. არ არის კაპანა. არ არის კაპანა. კარგი. ერთი ანეკდოტი კიდე. მოგიყვებით და გაგიშვებთ. მეც მოგიყვები, გინდა? კაი, ჯერ შენ მოყვები, მე მოყვები. ბიჭო, სიგარეტის ყვამლია და შენი ძრო ხო სიგარეტს ეწევაო? ძრო ხო სიგარეტს როგორ მოწევ, როგორ გაგიჟდიო. მაშინ შენ ბოსელს ცეცხლი უკიდია. ეს. ჰა, სალომე. მოგეწონა? ახტოვანდით. ეს ცნობილი ადამიანების საყვარელი ანეკდოტები იცით, აი ვინმე? არა ხო? ცნობილი ადამიანებს მე არ ვიცი. ესე იგი, ერთი ჩემ. ეს ანეკდოტსაც მოგიყვებით. ისა ადამიანი რა სახელი არ ფიგურირებს, კაცი, ახალგაზრდა კაცი. მივიდა სახლში, რეკავს ზარს და უკაცრავათო, ფოთოლა სახლშიაო? და იქიდან ეუნებიან, ფოთოლა გარდაიცვალაო. ეს არის მაია ასათიანის საყვარელი ანეკდოტი. რა გავიგურის. ერთი ცნობილი ადამიანის საყვარელი ანეკდოტი. ფოთოლა გარდაიცვალა. ესე იგი ხალხო, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მოხვედით. დიდი მადლობა შენ. მოხვედით. იმიტომ რომ ეხლა თქვენ ჩემთვის მართლა არ ახართ რაღაც გადაცემის წევრები, ყველასთან მაგავშირებს მეგობრობა, მაყურებელი ვიყავი თქვენი სერიალის, ახლა თქვენი თეატრში ასე ვთქვათ და მე რემონტს გიკეთებ. ეს რემონტს მიკეთებდა და რა კაი დრო. ასე და ნუ სალომეს ყურება ზოგადად მომწონს მე ვასება რა. ხო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა სალომე, ნატა, მაიკო და ნიკუშ. დიდი მადლობა შენ. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით დღეს. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. და ბევრ ახალ ანეკდოტს და ბევრ ახალ როლს. რო გადახვალ გააჩერე. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ტაში თქვენზე იყოს, ნინო ჩხეიძე და ფანდურა ჩვენზე. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ვინ იქნებოდა ამ რუბრიკის სტუმარი. ბოლოს გადაწყდა ფანდურა და ნინო ჩხეიძე. გთხოვთ.
გამარჯობა ნინო. გამარჯობა ფანდურა უნდა დააგიძახო იმ დროს. ძირითადად ესე ასე გეძახის ყველა, ასე ხარ ცნობილი. ხედავთ რას გიშვებათ ეს მთავრობა? აბა. შენი გათქვი რა გუშველება ეხლა? რა გიშვებ მარშრუტკებში აკრძალეს? ვაიმე, არ მითხრა. აბა. მაგრამ რაღაცა იქნება ალტერნატივა. აი რა მაგალითად. აი მითხარი. აი ნინო შეიძის აზრი. ტელეპროექტი გავაკეთოთ სამარშრუტო. იყოს ესეთი და რაღაც იქ ვიმღეროთ, რაღაც საშუალება გვექნება, რომ გავიძრეთ, გამოვიძრეთ რაღაცა გავაკეთოთ. სტრასბურგში რო იჩივლოს ადამიანმა, რა მაგარი იქნება სტრასბურგში საქმე, ფანდურა საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან სასაცილო იქნება. საქართველოს მარშრუტის უფრო მთავრობა გიშვებათ. ის ვერ მარშრუტის ძღოლი რაღაცეებლებიან იმას აკეთებს პატარა კაცია. კარგი, მე საჩუქრები მოგიბზადეთ. ვაიმე, ის რაღაცა შესაშინებელი არ გამოდის. ის საჩუქარი არ არის ნინო. მამიდა ჩემმა იზომ გამოგიგზავნათ საჩუქრები, იმიტომ რომ ძალიანო კაეშანი რომ შემოაწვებათო და მარშრუტკაში სიმღერა რო არ იქნება, ორი სამარშრუტო ტაქსი. ვაიმე, არაჩვეულებრივი. ერთი თქვენ თქვენ და ერთი თქვენ. აი ესეთი მყავს. ესეთები რო არ არის ჩვენთან? ეს ნოსტალგია რო შემოგვაწვება. ხო, ესეთები რო შემოვა, მე ამაში თქვენი სიმღერა იქნება ნება. ის იცი ხო ის ანეკდოტი? გეცოდინება ეხა მე მგონია ხო 40 ჩაატყა მარშრუტკა მიტელაო ნინო ჩხეიძე მისამღერი გამოტოვა. კარგი ეს მამიდა ჩემი იზოსგან. ეს აუცილებლად დაიღეთ და ისეთ გამოსაჩენ ადგილას. კარგი სუ ნინო ლაპარაკობს და ხმა მოიღე ფანდურო. ეხლა კარგი. ეხლა რა გამახსენდა იცი ადრე იყო ერთ-ერთი სკეჩი ესეთი მარშრუტკი შოფრებსო რუსთაველი ენატრებად ხო აგზალეს. ეხლა ხო დაუშვეს. დაუშვეს. მოვადრო და ჩვენ სიმღერებსაც დაუშვებენ ისე მარშრუტკებში. იმედი ცოცხლობს ადამიანები. შეხარ ზურა ბარბაკა. მოდი ასე ძირითადად ზურა ბარბაკა. საბუთებით პასპორტში ესე ვარ. ხო, მუშაობს ათ. ცნობილ გპ-ის თეატრში, მე ვილაპარაკო თუ შენ ვილაპარაკო? მუშაობ გპ-ის თეატრში, გპ-ის თეატრთან არსებულ თეატრ სტუდია მოდინახეს მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. ნახე რა ჭკვიანი კაცი იყო თავის დროზე, ვინც მოდინახე დაარქვა. როგორი სწორი კომერციული გასვლა იყო. აი, ვითომ ხო არაფერი არ არის ამ სახელში მოდინახე. ხო? მაგრამ სინამდვილეში სად არის ეს ციხესიმაგრე? საჩხერეში. ხო? საჩხერეში რატო? საჩხერის რაიონშია და რატოა? ვერ ვიცი, იქ ააშენეს. აჰა, მოდინახე. ხო. იქ არის და რა ვიცი, აკაკი რო იყო პატარა, უყარდა ხოლმე მოდინახეზე. ხო, აი ესეთი სწორი გასვლა იყო. კარგი. კი ბატონო, პოლიტიკაში ხო არ აპირებთ მოსვლას? რა გვეთყობა რამე? ისე რა მაგარია, შენი მიმდევრები იქნებიან ფანდურასტები. იყრება ფანდურასტები. კარგი, ახლა მოდი ევროპის ჩემპიონატზე, ფეხბურთი ხო გიყვართ? უი. ვის გულს შემატკივრობ? ასე არა. რა ხდება? აი, საერთოდ წარმოქმნა არ მოხდება. ვიცი რომ ძალიან სირცხვილია და კი ვფიქრობდი რაღაცა გადავიმეორო, გავერკვიო რაღაცა. აუცილებლად მკითხავს ოთარიო. ოთარი, ვინმე მაინც შემეკითხოთ, მაგრამ შენ არ მოჩდი ეს ადამიანი. ეს ვინმე აღმოჩნდი მე? შენ ვის გულს შემატკივრობ? მე არ მკითხო, თორე დაჩაგრული ხარ მაინც. გერმანიას? 92 წლიდან. გერმანიას გულს შემატკივრობ? ესე იგი, ნახე, უკვე წარმომიდგენია გაზეთები რა, გერმანიას გულს შემატკივრობენ ანგელა მერკელი და ფანდურა. კარგი, ყველაფერი დღეს გადაწყდება სხვათა შორის და თქვენ თუ მოიგებთ და ჩვენც თუ მოვიგებთ, ორივე გავალთ და მეორე ფინალში მოგიგებთ. თუ მივახციეთ ან თქვენ ან ჩვენ. ეს ყველაფერი ჩემთვის არის. ხო არა? დღეს რამე მნიშვნელოვანია? კი. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის დღეს რა მოხდება და როგორ მოხდება არანაირი აზრი. კარგი. და დღეს რა შეგვისრულებთ ხალხო? დღეს ჩვენ დუეტს შეგისრულებთ, რომელსაც ქვია მაყვალა. მაყვალა. ეს სიმღერა ფანდურა მოიწია, ფანტაზია იყო, ეს სიმღერა ჩაგვეწერა და ესე ერქვა ხო მაყვალა ქვია ისე და ვინმე კონკრეტულ მაყვალას ეძღვნება? აი მაგდენი არ ვიცი, როგორც იმდენი წლის არის ეს სიმღერა, რომ მაგდენი არ ვიცი ვინმე კონკრეტულ მაყვალას თუ უბრალოდ მაყვალას ეძღვნება. ეს ყოფილა შვაინშტაიგერის საყვარელი სიმღერა. მაყვალა. ხო, და ერთ დროს კანიც უსმენდა ადრე. ოლივერი. კი ბატონო, ხალხო, აპლოდისმენტები ნინო ჩხეიძე და ფანდურა.
ხევსურეთიდან ამყარა არ ვიცი შენი თვალები რამ შემაყვარა მაყვალა არ ვიცი შენი თვალები რამ შემაყვარა მაყვალა ნეტავი ფერფლა და მაგაცია შენს ბაგეზე გადამახარა არ ვიცი შენი თვალები რამ შემაყვარა მაყვალა ნეტავი ფერფლა და მაგაცია შენს ბაგეზე გადამახარა მაშინ მოხვალ როცა შენს გვერდზე გავიჩუჩები იქნება კიდეც გლოცავენ წევლას ნაჩვევი თუჩები ნეტავი წყაროთ მაქცია შენ სახთან ჩამომადარა და შენ კი ჩემაც საგარებად სულ ყოველ დილით გადარა ნეტავი წყაროთ მაქცია შენ სახთან ჩამომადარა და შენ კი ჩემაც საგარებად სულ ყოველ დილით გადარა ნეტავი წყაროთ მაქცია შენ სახთან ჩამომადარა და შენ კი ჩემაც საგარებად სულ ყოველ დილით გადარა ნეტავი წყაროთ მაქცია შენ სახთან ჩამომადარა და შენ კი ჩემაც საგარებად სულ ყოველ დილით გადარა ძვირფასო მეგობრებო, გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებში აკრძალეს და ერთადერთი შანსია აქ თუ მოусმენთ. ამ რუბრიკაში დღეს დავპატიჟე არაჩვეულებრივი ჯგუფი ბანი. გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა, ეს გახლავთ არაჩვეულებრივი ჯგუფი ბანი, ყველა იცნობს უკვე იმ ცნობილი სიმღერით, ხო, ეს თქვენი შესრულებული რაჭული, ესეთი გაჯაზებული ფოლკ ჯაზი, ეგრეთ წოდებული, ხო? ისე მტრები გყავთ, მეგობრებო, მტრები გყავთ, მინდა გითხრათ, აქაო და პოპულარულები ხდებიანო და სამარშრუტო ტაქსიში აკრძალეს თქვენი ხო, აკრძალეს, ვეღარ გისმენენ. ანუ ეხა მე ვარ რეალურად თქვენი პროდიუსერი. იმიტომ რომ ხო წილი მომიტანე გელა შვილო ბატონო წილი მომიტანე ბოლო დიახ მერე ვისაუბროთ კი ბატონო მერე ვისაუბროთ კარგი ბარე მე ერთ პროდიუსერულ რჩევას მოგცემთ ანუ დავიწყოთ ისე ხო როგორც Rolling Stones-ი იწყებდა თავის პროდიუსერთან ერთად რჩევით ესეთი რჩევა მაქვს პროდიუსერული რომ აი ეს სიმღერა რაჭული ხო ძალიან კარგია მაგრამ ამაში ფულს არავინ გადაგიხდით მომისმინეთ ამ სიმღერას რო დავარქვათ მე მიყვარს რაჭა დაუკვირდით სად ვთქავ? სიმღერას დავარქვათ მე მიყვარს რაჭა, წამოვა ფული ერთი მხრიდან, კი, და ერთი მხრიდან წამოვა ფული, წამოვა კლიპი ეგრევე და ერთი ნაბიჯია უკვე ძალიან დიდ ფულამდე. შემდეგი სიმღერაა მე მიყვარს საჩხერი. არა. ისევ რაჭას რო დაუბრუნდეთ, მაგრამ ფულთან ერთად ლობიანებით უწამოვა. ფულთან ერთად ანუ შენ ლობიანი გირჩევნია ფულს. იმიტომ ხარ ყველაზე მსუქანი. აი, ამის შემოვიდნენ ბიჭები, კანადები, კონცერტები, ასე შენ შემოყევი მსუქანი. შენ ბავშვი ვარ, ენათ.
კარგი, სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ხა ყველაზე კარგად გელას ვიცნობ ბავშვობიდან, ჯერ კიდე ბავშვი რო იყო გელა კაცო. ჯერ კიდე ბავშვი რო იყო, მართლა თეატრალურ სტუდიაში დადიოდა, არაჩვეულებრივი როლი ჰქონდა, თამაშობდა, რა ვიცი, ვინც არ იცით, უნიჭიერესი კაცია სხვათა შორის, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, კი ბატონო, აბა თქვენიობა. სხვადასხვა კიდევ ერთი რჩევა მაქვს, კაცო, ამ ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებში, ყოველ უნდა დავუმატო ყოველთვის ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ მაინც ის არის, ხო, ბარბარიზმია. ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებში კი აკგრძალეს, მაგრამ მე მაქვს ასეთი იდეა. იმდენი ხართ თქვენ ბენდში, რომ გადანაწილდეთ და თითო მანქანაში რომ ჩაჩერდეთ და იმღეროთ თქვენი სიმღერა, ხო, ჩათვალე რომ რადიოა ჩართული. მარშრუტკის მგზავრობას ხო ვერ აგიგზავნოთ ვერავინ. ხო? ნუ შენ ცოტა ცარიელ მარშრუტკაში უნდა რო დაეტიო და რაღაც უყვარს ჭამას რა კი ჭამას მარა რა არის შეიძლება კანიბალთა ოცნებას მინდა გარქო ეს სამელი კანიბალმა კანიბალთა ოცნება რა აბა თავი უყვართ ძალიან იუმორის მე როგორც თქვენი ახალი პროდიუსერი ერთადერთი რასაც არ შევცვლი ჯერჯერობით არის ამ კაცის ზედმეტსახელი კანიბალთა ოცნება არაჩვეულებრივია შენ ძალიან გამხდარი ხარ ის თუ კანიბალთა ოცნებაა, შენ ხარ ნაკანიბალა. ანუ რა ზედმეტი გქონდა მოგაჭამეს ძალიან ისე გამოვიდა. კარგი. მოჭმულია ეს კაცი, მოჭმამდო. ქონებს, წინებ. კარგი, სახელი ეს ბანი გასაგებია, რომ ძალიან უხდება ჯგუფს, რომელიც ფოლკს ასრულებს თავისთავად, მაგრამ მაინც აი საიდან წამოვიდა, იმიტომ რომ ბევრი სახელი ასოცირდება ზოგადად ხო ხალხურ მუსიკასთან, რატომ მაინც ბანი? ბანი, იმიტომ რომ თავიდან შევიკრიბეთ და პირველი ერთადერთი ბანი ვიყავი ჯგუფში, მე ნაკლებობას განიცდიდა ჯგუფი ბანის და აქედან მიუხედავად თქვი რომ მოდი დავარქვათ ამ ჯგუფს ბანი და კიდე მოვიყვანოთ 1-2 ადამიანი, მაგრამ ერთი არის და ორი კაცისას აკეთებს. აი, იმიტომ ხარ სუქანი. ის რა ქვია, აბა ახალი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი გაქვთ თქვენ, ხო? ორრიფიანი ფანდური. ორრიფიანი ფანდური, მე დავარქვი ამას შემდეგ დაკვრის დროს ჩვენი ეს არის ჯიმი პეიჯის ფანდური დავარქვი მე. და ძალიან ხო პროდიუსერს მივეკამათები. ჯიმი პეიჯის ფანდური. მე ცხოვრებაში არ მინახავს ორგრიფიანი ფანდური არასდროს. კარგი და ის ახალი ინსტრუმენტი კიდე ეს მაგრამ შენი მოგონილი არ არის ეს მეც უკრავდი ამ ინსტრუმენტზე მე და მამა ჩემი მე ვიტყოდი ხოლმე ცუდ სიტყვას ტრაკი ვიტყოდი და მამა ჩემი წამაკი ხონა ასე რომ ეს არის მოგონილი პროექტია ჩემი და ასე რომ მამა უფლებები დაცულია შენი არ ინერვიულო არა იტყუება კარგი მეგობრებო ახლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო საკითხზე ალბათ რაც ყველაზე ძალიან აინტერესებს ჩვენ ტელემაყურებელს ასე რომ ჩვენ პატუცებულ მაყურებელს დარბაში ეს არის ის სიმღერები რომელსაც თქვენ დღეს შეასრულებთ და ჩვენ შევთანხმდით რომ თქვენ დღეს ორ სიმღერას შეასრულებთ ეს პირველი შემთხვევაა ამ გადაცემის ისტორიაში როდესაც ჯგუფი ორ სიმღერას შეასრულებს ნუ პირველი გასაგებია ეს არის ცნობილი, ძალიან კარგად დამუშავებული, ძალიან კარგი არანჟირებით, ხო? რაჭული, რომელიც ყველამ ვიცით ხალხო, არაჩვეულებრივი კომპოზიცია. ამაზე ნუ გავისაუბრებთ, ამ სიმღერით გახდით თქვენ პოპულარულები და მე მაინტერესებს მეორე კომპოზიციის შესახებ, რას მეტყვით? თან ნახე, ეს რუბრიკა ნელ-ნელა გადაიქცა რუბრიკად ნანუკა ჟორჟოლიანის გულის გასახეთ. იმიტომ რომ დღეს ძვირფასო მეგობრებო, აი ამ მეორე კომპოზიციას შეასრულებენ ექსკლუზიურად ღამის შოუსთვის ოთარ ტატიშვილთან ერთად და რამდენადაც ვიცი, ჯერ აუდიო ჩანაწერიც არ არსებობს. ხო ამ სიმღერას? კი ბატონო, რა სიმღერა, როგორ დაიბადა ამის იდეა? ანუ ეს სიმღერა არის კახამანგუშვილის სიმღერა, ჩვენი მეგობრის, რომელმაც მოგცა უფლება რომ გამოვიყენოთ და ვიმღეროთ. და ჩვენ გვინდა რომ ეს სიმღერა მიუძღვნათ ალუდა ქეთელაურს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ფოლკლორისტი, ძალიან კარგი ადამიანი და ეს სიმღერა მიუძღვნეთ მოკლედ ამ გადაცემაში ალუდას.
ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ხალხო, მოდი ჩვენ ასე მოვიქცეთ. ჯერ შევასრულოთ რაჭული, რომ გავახსენოთ მაყურებელს თავი, ვინ არის ეს ბანი, ხო, არაჩვეულებრივად რაჭულის შემსრულებლები და ამის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანის გულის გასახითხად შევასრულოთ მეორე კომპოზიცია ექსკლუზიურად ღამის შოუსთვის, რომელიც მოგვიტანეთ, ხო? გნებავდათ რამის დამატება? არა ლოხებზე რაღაცები დაიბოღმა. რა ვქნა, შენზე ადრე მცემდა მამაჩემი და რა სამაგერო ჩემოყებს ისეთი ჟღერადობა აქვს 2013 წელს დონებს ჩემი ტყავით კერა. სვი მართლა? ხო? კარგია. რა ნადლია, ყველაზე ნადლი ხარ შენ. მაგარი. კარგი, ხალხო, მოусმინოთ ბანს. რა სიტყვა? მოусმინოთ.
მიცემა